შეგიძლიათ კანონიერად ესროლოთ მტრის ჯარისკაცს, როცა ის პარაშუტით კიდია. ეს მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, რა ტიპის თვითმფრინავიდან გადმოვარდა ის. თქვათ, ჩამოაგდეთ გამანადგურებელი და პილოტმა კატაპუნტირება მოახდინა. თუ მას ჩამოსვლისას ესწრით, გილოცავთ. თქვენ ომის დანაშაული ჩაიდინეთ. ჟენევის კონვენციის 42 მუხლი ამბობს, რომ არავის, ვინც ავარიულ მდგომარეობაში მყოფი თვითმფრინავიდან პარაშუტით ეშვება, დაშვებისას არ შეიძლება დაესხნენ თავს. და როცა ის მიწაზე დაეშვება, ასევე ვალდებული ხართ მისცეთ დანებებისთვის შანსი, სანამ ცეცხლს გაუხსნით. მაგრამ რა მოხდება თუ პარაშუტი გაიხსნა, იმიტომ რომ ის პიჩი სრულიად გამართულ სატრანსპორტო თვითმფრინავიდან გადმოხდა? ეხლა ის მედესანტეა და 42 მუხლი მასზე უცებ აღარ ვრცელდება. მისი ცაში ჩამოგდება სრულიად კანონიერია, ისევე როგორც მისი სროლა იმ წამსვე, როცა მისი ჩექმები მიწას შეეხება. ეს იმიტომ, რომ ფრინავი, რომელიც დამწვარი თვითმფრინავიდან გადმოხდება, ფაქტობრივად ცის ავარიაში მოყოლილი მეზღვაურია. და რადგან მისი თვითმფრინავი აღარ არსებობს, მისი იარაღიც მასთან ერთად დაიკარგა და ეხლა მხოლოდ ცდილობს გადარჩეს. მაგრამ მედესანტე კი ზუსტად საპირისპიროა. ის თავად არის იარაღი. ეს წესი საერთოდ არ არსებობდა საჰაერო ბრძოლის ისტორიის უმეტეს ნაწილში. ასე რომ მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში ორივე მხარე უბრალოდ ესროდა უმწეო მფრინავებს, როცა ასე ათხოვდათ. იმიტომ რომ პილოტი, რომელსაც დღეს სახლში დაბრუნების საშუალებას მისცემ, უკვე მომავალ კვირაში ახალ თვითმფრინავში დაბრუნდება და ისევ ბომბებს დაგიღრის. და ჯერა თუ არა 1977 წლამდე არავის დაუწერია ეს მუხლი. და გულწრფელად რომ თქვათ, ის ახლაც კი გამოცდას გადის. რადგან როცა ორი ამერიკელი პილოტი ირანში ცოტა ხნის წინ კატაპულტირდა, ირანის რევოლუციურმა გვარდიამ სამოქალაქო პირებს უთხრა, რომ როგორც კი დაინახავდნენ, ცეცხლი გაეხსნათ მათთვის.